ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ინიციატივის დღეს კარტინგ ცენტრ ასტრა პარკში წინა საახალწლო აქცია გაიმართა. საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად ჩაჯიბრში მონაწილეობას რუსთავი 2-ის თანამშრომლებიც იღებდნენ. ტურნირი რუსთავი 2-ის ჟურნალისტი სანდრო კაკაბაძის გამარჯვებით დასრულდა. აქციის ორგანიზატორები მომავალში ფართო მასშტაბიანი ტურნირის გამართვას გეგმავენ. ძალიან ხშირად დავდივარ კარტინგზე, მეითორად თხოვს მანქანა, ეხლა დავჯექი, სულ ცოტა ხნის წინ ავიღე მარშრუტობა, ამიტომ ქუჩაში ძალიან ფრთხილი ვარ, არა ვარ დათანში დაწუნებული და წესებს ვიცავ და აქ მომდივარ ვიწყვიტავ ხოლმე და დღეს ჩემმა აწყვიტავ, ასე ვთქვათ, რეზულტატი გამოიღო, აი ესეთი მთავარი პრიზი მოვიგე. Gari აქცია ძალიან, მას შეიგარი უსაფრთხოების გოლა ჩვენი სიცოცხლისათვის და ჩვენ ყველანი ისთვისაც ვიფასია ჩვენი სიცოცხლე, იმიტომ რომ რაღაცები გვაქვს, ასაკეთებული და ალბათ უნდა შევქმნათ. უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ზოგადად ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური. და წინა საახალწლოდ, იმიტომ რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ასე შემდეგ, სიჩქარის გამო, რაღაცა გამოვყავით ძირითადი 4 მესიჯი, თქვენ ბანერზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ და ესეთი წინა საახალწლო მოწოდება გავაკეთოთ მოსახლეობის მიმართ.